Fight Hop Podcast. მოგესალმებით ძვირფასო Fight Hop-ის მაყურებელო. მე ვარ რომელ ცენტრაძე, ეს არის გიორგი სართანია. თქვენ იყოფებით ჩვენს YouTube არხზე და ეს არის ჩვენი 198 ეპიზოდი. დღეს ისე გამოვიდა, რომ ლიდერი წამყვანი, ანუ პირველი წამყვანი მე ვარ და გიორგი უფრო რესპონდენტის როლში იქნება. დღეს ჩვენ ძირითადად ვისაუბრებთ გოჩა შაინიძესა და გურამ ქუთათელაძეს ირგვლივ ვიტრიალებთ. გიორგი დღეს დაბრუნდა თავის სახლში, ჩინეთში იყო ჩასული გოჩა შაინიძე ბრეივის ისა JCK არის მოკლედ ჩინური MMA-ის ორგანიზაცია რა, რომელიც არის ძალიან მაღალ დონეზე, სადაც გამოვიდა ეხა გოჩა ეგარი რა. Brave არის ისა Brave რო ჩამოდის, ეგ შემდეგ თვეს იქნება რა, Brave versus ჩინური ორგანიზაცია, ეგ სხვა არის კიდე რა. ხო. ბოდიში მოკლედ ერთი ცოტა უნდა მოგვიტევოთ, ცოტა გეჟეკე ტრაულში ვართ, ალბათ ხვდებით რატომაც. გიო სადღაც რამდენი კილომეტრი მოგზაურე გიო? 500 მაინც რა. აი, ხო ხედავ, აი red corner, blue corner. ეს არის ბიძის, გავაშელის, ეს არის გოჩასი ეხა რა ბოლო გამარჯვების. 600 თქვი მე ლაივში ინსტაგრამზე 500 ეგრე იყო. 500-600 კილომეტრი მოგზაურა გიომ ბიჭებს შეხვდა, ძალიან გახარებულები იყვნენ ბიჭებიც. ქუჩამ წერდა რომ ჩახვედი, ძალიან აისიაუნა რომ ჩახვედი. გამარჯვებით დამთავრდა გოჩა შაინიძის ეგ ბრძოლა. საკმაოდ კარგი გამოსვლა ჰქონდა გოჩას, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რა ახალგაზრდა არის და სულ რაღაც მეშვიდე ბრძოლა იყო პროფესიონალური მაგისი. და ასევე დღეს ვისაუბრებთ ჩვენ გურამ ქუთათელაძის მიერ ჩატარებულ ბრძოლაზე UFC ლონდონში. სამწუხაროდ გურამმა წააგო ეგ ბრძოლა და მაქსიმალურად შევეხებით ამ თემასაც. უბრალოდ სანამ ამ ყველაფერს დავიწყებ, ძალიან გთხოვთ, ჩვენი თხოვნა იქნება, რომ ჩვენი არხი გამოიწეროთ, დაგვეხმაროთ ზრდაში, დააჭიროთ მოწონების ღილაკს, გაზიარების ღილაკს და ასევე ვერბალურადაც უთხრათ სხვა MMA-ის მოყვარულებს ჩვენ შოუს შესახებ. უკვე დიდი ხანია ჩვენ ამ საქმეს ვაკეთებთ და ძალიან ხშირად არ გთხოვთ ხოლმე ამის გაკეთებას. იშვიათად რომ გთხოვოთ ამის გაკეთება, ასე რომ თუ კეთილსინებელთ და გამოიწერთ დაგვეხმარებით, რომ შოუ გავზარდოთ და მეტი მაყურებელი მოვიზიდოთ, ძალიან მადლობელი დაგრჩებით. და უბრალოდ ერთს დავამატებ, სწრაფად. ჩვენ არა ვართ მარტო YouTube არხი, ჩვენ ვართ პირველი ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი და შეგიძლიათ Spotify-ზე და Apple Podcast-ზე და სადაც არის პოდკასტები, იქაც გვიპოვოთ და მოგცეთ 5 ვარსკვლავიანის შეფასება. მეტი არაფერი მინდა. გენაცვალეთ. მიდი. გიო, მოდი ჯერ კაი ამბები დავიწყოთ. რაც მოხდა შაბათს შენი ბიჭებთან კოლაბორაცია და იქ განცდილია ეს ყველაფერი სიხარული, მაგათთან შეხვედრით, გამარჯვებით, ბრძოლით, მთელი აი ამ სიტუაციით მაგაზე მომიყევი ორი სიტყვით როგორი იყო რა. იმიტომ რომ მეც არ მიესაუბრე შენთან წესიერად. მართალია სულ მესიჯობდით. ბაზარი არ არის გიგზავნიდი სურათებს და ყოველთვის მინდოდა რომ გწოდნოდა სად ვიყავი, რა ხდებოდა და პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ მართლა არ მოველოდი რომ ესეთ კაი ბიჭს გოჩაზე ვიძახი გავიცნობდი რა. კარგი ოჯახის შვილი, კეთილი მკვლელი რა. ეგეთი კეთილი ადამიანი, ეგეთი კარგი მანერებით, აი კარგი ოჯახიშვილი მართლა არ ველოდებოდი რა და მინდა რომ კიდე აღნიშნო ეს რა გოჩა არის ძალიან მაგარი ბიჭი რა. აი მაგალითი არის როგორი უნდა იყოს ქართველი სუფთა მაგარი გულიანი ჯიგარი და ოჯახიშვილი ბიჭი ორივე რა.
გოჩა და მისი ძმა დავით მოკითხვა შენ პოდკასტზე იყო და ნახეთ ალბათ უკვე იქ ჩავიწერეთ პირველი live პოდკასტი რა ანუ მე შენ ჩაწერილი გაქვს რამოდენიმე მანდ რა და კარგად გამოდის რომი რა რომ შენ ხა ამერიკაში ხარ მე ჩინეთში ვარ და ჩვენები აქაც და იქიც ხო იცი მაინც რო არიან ეხა როგორც ქვეყნები რა ამერიკა არის წამყვანი ხო ერთ-ერთი სოფლიოში და ჩინეთიც ეგრე ითვლება ხო ერთ-ერთი დიდი და წამყვანი ქვეყანა არის რა და MMA სფეროში ძალიან მაგრა გამოდის ეხა ჩვენი კოლაბორაცია რა ეხა მანდ არის უფრო ისეთი ყველაზე ხარ UFC და რაღაცა კიდე ორგანიზაციები მაგრამ მეც აქ რო ვარ შენ მანდ რო ხარ და რაღაც კარგად გამოდის იმიტომ რომ მანდ ეხა რა თქმა უნდა ბიჭები ყავს ჩვენიანები ჩვენი ძმები ეხა სახელებზე აღარ გვინდა ეხა ჩოხელი ზვიადი ვინც არ უნდა იყოს რა და აქაც ხო ჩამოდიან ჩვენები აქ არის კარგი opportunity შანსი რა აქ მუშაობენ ჩამოდიან ბევრი ქართველები ბოლქვაძეც იყო რა აქ ეხა იმ JCK-ში ეხა კიდე შემდეგ თვეს ჩამოდიან სამნი რა ხოაზე ხარ რა დავით ლორდ კიფანიძე რაული იქნება მთავარი main event-ი და რა თქმა უნდა Golden Eagle ბიძინა რა ჩვენი ძმა რა კუთხეში ვიყავი პირველ event-ზე ბიძისთან რა და ნუ მოკლედ ძალიან კაი კოლაბორაცია გამოდის ჩვენში რა შენ იქით მე აქეთ რა East and West ხოაზე ხარ რა მამლუქები იქით და აქეთ რა და გოჩა და ხვიჩა არიან მამლუქები ეხა და რა ვიცი რა ხვიჩაზე ძალიან აი საბეჭდილება დამჩა ძალიან მაგარი რა ანუ ბიჭებზე ჩვენ ბიჭებზე რა და როგორ მიმიღეს იცი როგორ მეგონა იცი რომ ხო პირველად ვნახე ეხა მე შე რო გნახავ პირველად ნახვა არ იქნება იმიტომ ჩვენ ვარ ძმები რა და ზუსტად ეგეთი გრძნობა იყო რა მათთან რომ მივედი სახში ხოაზე ხარ და არაფერი ის არ იყო რომ პირველად გაიცანი ადამიანი რა აი როგორ ძმები ისე დამხვდნენ აი ზუსტად აი სახში როგორც იქნები ისე ვიყავი ოჯახში რა იქ სასტუმროში დღის განმავლობაში საღამომდე მანდ ვიყავი მან ჭამდი მაგათთან ნუ მე ვაწვებოდი რა ოჯახთან ვიყავი პახოდუ რა საღამოს მე დილით მოვდიოდი მთელი დღე მაგათთან ვიყავი დაჟე დარჩენაც შემეძლო რა უბრალოდ ეხა ჩემი პირობები რაღაც მარტო არ ვიყავი და მაინც მივდიოდი მე სახში რა ნუ მოკლედ ბიჭებზე მაქვს ძალიან კარგი საბეჭდილება რა ისეთი რომ არ მოველოდი რა და მოკითხვა მაგათ რა კი ბატონო კი რა თქმა უნდა და ძალიან მიხარია რომ ამიხარია იცი აი ესეთი რაღაცებიდან ესე ვიწრო პატარ-პატარა ვიწრო წრეებიდან იწყება სიყვარულის დათესვა და გავრცელება მთელს ერში ასე ხა ძალიან მაგრამ გვჭირდება ქართველებს ერთად გომა სიყვარული ერთმანეთის დანდობა შენდობა გატანა და მიტევება და ესე შემდეგ და შეყვარება ერთმანეთის და მიხარია რომ ჩვენ ამას ვახერხებთ და იმედია ვინც შემოგხედავს მოგვბაძავს აი ამ კარგ საქმეში ყველა რა ძალიან მართლა იმედი მაქვს ამისი რა თვითონ ივენთი იქ რო იყავი აი იქ როგორი საბეჭდი რამდენად მოგეწონა რა 9-10 თვალიან სისტემაში რა დონეზე შეაფასებდი რა მე მარტო შევადარებ ეხლა ბოლო ორგანიზაციაზე რაც რომელზეც ვიყავი იყო ბრეივი რა ბრეივი ოღონდ კოლაბორაცია ჰქონდა ჩინელებთან რა ჩინურ ორგანიზაციასთან რა და YFU თუ არ ვწდები რა და ანუ მაგათთან შედარებით ბევრად უფრო კაი მოწყობილობა ჰქონდათ რა ანუ შეიძლება გაგიკვირდეთ იმიტომ რომ ბრეივი არის უფრო ცნობილი ხო და JCK შეიძლება არავინ არ იცოდეს მაგრამ JCK იყო გეტყვი რა მე არ ყოფილვარ ეხა ლას-ვეგასში performance ინსტიტუტში რა მაგრამ აი კომპლექსი იყო მოწყობილი ზუსტად ეგრე რა როგორც არის ლას-ვეგასის performance ინსტიტუტი რა ანუ კომპლექსი იყო ბაზა იყო რა ანუ სასტუმროც მანდ იყო მე თვითონ სადაც ბრძოლა იყო ანუ გალია და თლიანი არენაც მანდ იყო ერთ ბაზაში და ანუ ამ სასტუმროს და არენას შუაში იყო ჯიმები, ხოაზე ხარ სტიმრუმები და ყველაფერი ისე იყო მოწყობილი დაჟე ლოგოებიც და ის Fight Night, JCK Fight Night ზუსტად იგივე ფონტი იყო რომ UFC Fight Night და რაღაცა და მე ესე გავიგე რომ მაგათ ჰქონდათ კონტრაქტი UFC-სთან და UFC-სგან გადაიღეს ეს ყველაფერი რა UFC მიცა უფლება რა და ზუსტად ეგრე დაარსეს და ზუსტად მიყვებიან მაგათ templates UFC-ს templates რა
და ამიტომ, რავი, მე მეგონა ძალიან მაღალი დონის რა, ძალიან მაღალი დონის და სხვათა შორის იქ მომიწია რა, ეგ даже fighter meeting-ებზე ვიყავი და რავი, ძალიან მაღალ დონეზე მიმაჩნია რა, თვითონ მოწყობილობ ყველაფერი ძალიან სუფთა არის რა, აი მართლა არის მოვლილი რა და ძალიან მაგარი იყო რა. დონე, რა ვიცი, მართლა მაგარი. თვითონ ბრძოლასაც შეეხება YouTube-ზე იყო ლაივი, მე უყურე გიომ ჩამიდო ლინკი, დილაუთენია შვიცარიაზე იყო ჩემთან თუ 8-ზე. სხვადასხვა კარგად იბრძოლა გოჩამ. რაც გააკეთა, იმაში პირველ რიგში დავინახე ის, რომ დისციპლინა აქვს. ერთი წამით არ გადაუხვევია game plans და აი კედელთან მუშაობა თქო რომ ვიძახი, გოჩამ საკმაოდ კარგი დონეა ჩვენა კედელთან მუშაობის ამ ბრძოლაში, დემიცსაც აყენებდა როგორც ეცემოდა, მიეცემოდა საშუალება მოწინააღმდეგეს, აბსოლუტური ნეიტრალურობა გაუკეთა. მეორე რაუნდში ფინიშთანაც ახლოს იყო. მეორე რაუნდის ბოლოს რაღაცები იყო, მაგალითად 1-2ჯერ შორიდან შევიდა ფეხში ძალიან და მეორე რაუნდში. ფეინტის გარეშე. ხო, მეორე რაუნდში ფეინტის გარეშე შევიდა, მე და ხუჩამაც ვისაუბრეთ მაგაზე. თან შორიდან იყო, მაგრამ ფიზიკური ძალის ხარჯზე მაინც მოახერხა დაესრულებინა რა ტეიქდაუნი, მაგრამ უფრო მაღალი დონის მებრძოლთან და მოწინააღმდეგესთან შეიძლება ეგრე აღარ გამოვიდეს, ამიტომ გამოსასწორებელია ეგ. იყო კიდე რამდენიმე რაღაცები, მაგრამ თლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ გოჩათი. მე-7 ბრძოლა 22 წლის ბიჭია, ну რა ვიცი. საკმაოდ დამაჯერებელი და ესეთი დამაკმაყოფილებელი პერფორმანს ვერ ვიტან ამ სიტყვას, მაგრამ შესრულება შესრულება ქონდა გოჩას რა. და ულოცავ თელს ბათუმის ფაით აკადემიის აქედან ხუჩას ულოცავ პირველ რიგში, ძალიან მიხარია რომ ხუჩასნაირი მწვრთნელი ეზრდება საქართველოს, რომელიც ძალიან ბევრ საქმეს გააკეთეს კიდე მომავალში ქართველი ბავშვებისთვის, მომავლისთვის, ამ ბიჭებისთვის, რა თქმა უნდა, ეხა ამ წუთას პირველ რიგში და ესე შემდეგ რა. ძალიან მეიმედება ხუჩასი და მიხარია რომ ხუჩასნაირი ადამიანი ჩვენი გადაცემის მეგობარია უკვე მე რამდენი წელია რა. მახსოვს ხუჩას პირველად რომ მივწერე, როგორ მიპასუხა, როგორ გამიხარდა ეხა შენი მესეჯი ვერ წარმოიდგენო, როგორ მევასებითო, ეგ იყო წლების წინ და იმის მერე ესე ერთად მოვდივართ, არა მარტო ხუჩა, ძალიან ბევრი მებრძოლი გვემეგობრება, გვეძმაკაცება და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია რა. იქ იყო ხუჩა რა პონჩი იცი? ხუჩა მარტო იქ არ იყო კოუჩი რა. აი იქ იყო ხუჩა აი წამყვანი ადამიანი რა, ხო აზეხა რა. არა მარტო ჩვენ მხრივ რა, თვითონ იქ ორგანიზაციაში იყო, რა ვიცი, არა მარტო კოუჩად იყო იქ ჩასული ჩემი აზრით, იქ ხო აზეხა რა, ანუ ალფა მეილი რასაც ქვია რა, ყველაფერს რო აკონტროლებს, ყველაფერი რო იცის. არა მარტო იქ თავის გუნდთან მოსული არის. მინა ალფა მეილ არის ძალიან ჯიგარი, მაგარი. გადავიდეთ ახლა იმ თემაზე, რაც ყველას ძალიან აინტერესებს, გვაწუხებს ყივა და ასე შემდეგ რა. გურამ ქუთათელაძემ სამწუხაროდ დათმო ბრძოლა UFC ლონდონის ქარდზე, ძალიან კარგი ქარდი იყო სხვათა შორის, მაგრამ ჩვენთვის თავარი მეინ ივენთი მაინც გურამი იყო, რომელსაც გახსნა ქარდი პრელიმები. მე ვიცი რომ შენ ძალიან განიცადე გურამის მარცხი. განსაკუთრებულად განიცადე, მე მგონი ესე ძალიან არ გაგიცდია არც ერთი მარცხი. ალბათ ლევანის მარცხი განიცადე, მახსოვს შენც ეს ძალიან, მაგრამ ну რას ვიზამთ? სპორტის ნაწილია ესა. და პირველ რიგში მე მინდა გითხრა, რა იცი 2 დღეა მე ინსტაგრამზე ლაივებს ვაკეთებ და ბევრი რაღაცა ვთქვი ამ ბრძოლის შესახებ. რა შევატყე, რა შთაბეჭდილება დამჩა და ესე შემდეგ და სანამ გამომეორდები და ყველაფერს აი ვუკეტად აი აქ შევფუთავ და ჩავდებ აი ამ ეპიზოდში, მინდა რომ შენ მკითხო
რა დაინახე და რა დასკვნები გამოიტანე გურამის აი ამ გამოსვლისგან რა. მინდა ჯერო ახსენო შენი ლაივი მეც ვნახე რა. კოტე მაჩაბელს შავრაოთ ესპანეთში გურამთან ვარჯიშობდა ამ ბოლო დროს და ეგ ძალიან გამისწორდა რომ შეინახე ეგ ლაივი რა. კი. და ვაპირებ ვინც არ ნახე ეგ ლაივი, ამა ჩავიწერ მე მაგ ლაივს და YouTube-ზე დავდებ. ძალიან კაი საუბარი იყო რა. იქ ყველაფერი თქვით მე რა ნახავენ, ანუ ფაით ჰოპერები მიხვდებიან რა. ბიჭო მე რა დავინახე რა, ეხლა მე რომელი ექსპერტი ვარ, ხო? მე ეხლა ექსპერტი არა ვარ, მაგრამ ну რა თქმა უნდა ყოველთვის უყურებ რა და არც ერთი ბრძოლა არ მაქვს გამაზული რა. რისი თქმა შემიძლია ის რომ 딘 თომასმა თქვა რა, ერთი ორი სიტყვა მაგასაც შევეხები, მაგრამ ჩემი აზრით მე რაც ვნახე ის იყო რომ სულ აწვებოდა, სულ წინ მიდიოდა, მაგრამ არის რო და პირველი რა. ანუ პირველზე მუშაობდა, მაგრამ არის რო და პირველი არის რო და რა ეგ შევამჩნია მე. ეხლა შენ უფრო ბევრი შემჩნია ეგ ტექნიკური მხარე არის რა და ბანემ იმასაც დავამთავრებ 딘 თომასმა რა თქვა გახსოვს და რას ფიქრობ მართალი თქვა იმიტომ რომ ძირითადად 딘 თომას ძალიან კაი ანალიზები აქვს რა თქვა რა ანუ რომ ამ ბოლო დროსო თოფურიებთან ვარჯიშობდაო და შევამჩნიეო რომ რაღაც ის თლიანად თითქოს თლიანად შეცვლა უნდაო თავისი სტილისო რომელიც არ არის საჭიროო და даже სტოიკაზეს თქვა თუ არ ვიცი რაღაც თუ მოусმინე მე დინ თომას და დაენთახმები თუ არა არა და ინფლუენსი ნახე ანუ თოფურის სტილის არა და იმით ამაზე ნეგატიურად არ ვიძახი ინფლუენსი არ ნახეთ უბრალოდ გურამი არის ჩამოყალიბებული მარშალ არტისტი უკვე დიდი ხნის წინ უკვე ჩამოყალიბებული მარშალ არტისტი და თან ჩემი აზრით მიუხედავად ამ ბოლო მარცხისა მაინც ვიტყვი რომ სოფლიო დონის უმაღლესი დონის მებრძოლია რა ასეთ ჯერთი ესეთ თანაც რომ უნდოდეს ეხა გურამს ხო აწი უკვე ამ ასაკში გურამი ილია თოფურია ვერ გახდება სტილით და არც უნდა გახდეს ხო არც უნდა გახდეს და არც ჭირდება გურამს ილია თოფურია რომ გახდეს გურამს აქვს ბრწყინვალე სკილები და მე არაერთხელ აღმინიშნავს ჩემი აზრით ყველაზე განსწავლული მებრძოლია ვინც კი UFC-ში ყოლია ყველაზე გამოცდილიც და არა აი ყველაფერი შეუძლია მართლა და აკეთე ანუ იყო სიტუაციები იყო მაგას მაქვს მაგის ბრძოლები ნახე სადაც აი თავის მრავალფეროვნებას ამჟღავნებს ყველაზე უკეთ ქართველი მებრძოლებიდან მრავალი მხრიდან რომ შეუძლია საქმეს აქვე შეუტიოს და სხვადასხვა რაღაცები რომ აჩვენოს მოწინააღმდეგეს და მაყურებელსაც რა პირველი რაც მომხდა თვალში უბრალოდ ის იყო რომ აი ეს რაც დაიწყო წინა ბრძოლაში იმ ბიჭთან აი ტატუებით რო იყო დაფარული რა გაგზელდა ამ ბრძოლაში რა ანუ და უბრალოდ ამ ბრძოლაში კიდევ უფრო უარესად იჩინა თავი და ამაზე ლაივებში ვილაპარაკე წინა ბრძოლის წინ ვილაპარაკე მე ინსტაგრამზე ლაივებში რომ წინა ბრძოლაში თქოს რაღაცა მენტალური ბლოკი ქონდა და თქოს აი ვერ იწყებდა ვერ ჩაერთო დროულად ბრძოლაში მეთქი და აქაც იგივე მოხდა ფაქტიურად რა არის სროდა საერთოდ არის სროდა არაფერს რა თავიდან რაც არ უნდა ეხა მაგარი იყო დაცვაში ხო სულ ფლოიდის დაცვა რო კონდეს ხო თუ ადრე თუ გვიან არ დაიწყე შეტევაში გადასვლა და რაღაცები არ დაახვედრე მოწინააღმდეგეს ბოლო მაინც ჩამოიშლება დაცვა რა ვერ გაუძლებს დიდი ხანი შანსი არა ეხა ამ ბრძოლაში გურამმა ებრძოლა ჩემი აზრით აქამდე ვისთანაც უბრძოლია UFC-ში ყველაზე თუ არა ბრაზილielis ჩათვლით ყველაზე ისეთი დაბალი დონის მოწინააღმდეგე იყო ეს ორი ბრაზილიელი რა ვინცანაც წააგო რა ორივესთან ყველაზე ანუ როგორი სიტუაცია იცი უბრალოდ იმდენი ვილაპარაკე უკვე თან ვცდილობ რომ არ გამომეორდე რაც ლაივებში თქვი მაგრამ სიმართლე ეგაა და ალბათ უნდა გავიმეორო და იგივე ვთქვა რა
პირველ რიგში ის რომ ძალიან უცნაური იყო ის რომ შორიდან როცა ებრძოდა ეს ბიჭი იმას აკეთებდა, რასაც გურამისგან ველოდი. ფეხებში ურტყამდა, ბაზას აცლიდა გურამს და აუცილებლობა შეიქმნა აქედან გამომდინარე, რომ შეეკვეცა გურამს სივრცე და ბოქსის რეინჯში გადასულიყო, მაგრამ ბოქსის რეინჯში რო გადავდიოდა, მე არ ისროდა მაინც ხელებს რა. თავს არ ამოძრავებდა იმის ნახევარსაც კი რაც ადრე გვინახავს მაგისგან აცილებები, თავის მოძრაობა. თავიდან ეს ყველაფერი ამას მე ის ბიჭი თვითონ ის ბიჭი იმდენ შეცდომას უშვებდა სტრაიკინგში და გურამი რო ამაზე ამით სარგებელს ამით არ სარგებლობდა. აი ეს თავიდან რაღაც ესეთ პონჩი ვიყავ მე ახლა არაპატიებს მეთქი აი ახლა არაპატიებს ის ბიჭი ძალიან ცუდად ისროდა ჯებს უკან ხელი დროზე არ მიქონდა ქვემოთ აგდებდა სახეს ღია სტოვებდა ლეკიქებს ცალად ისროდა მაგ დროს შეეძლო გურამს 1000 რაღაცის გაკეთება და თავიდან მეთქი აი ახლა ჩაერთვება და მე უკვე რო გაგრძელდა ჩხუბი და უკვე დავინახე რომ გურამი არ ისროდა არაფერს მე უკვე აღარც კი მახსოვს წესიერად უბრალოდ უყვიროდი უკვე იმისგან რა ქვია გამძვინვარებული რომ აი მეთქი რაღაცა მაინც ესროლე რა გურამ რა გთხოვ და მთლიანობაში ბევრს აინტერესებს და ბევრმა მკითხა რომ აი რას ფიქრობ ახლა გააგდებენ გურამს UFC-დან გარიც მასიზავენო მე არ ამგონია გურამი გააგდონ UFC-დან მე უფრო ის მაინტერესებს თორე ძალიან კარგად იციან რომ გურამი ძალიან მაღალი დონის მარშალ არტისტია და მებრძოლია რა მე უბრალოდ ის მაინტერესებს თვითონ გურამს აქვს თუ არა სურვილი რომ გააგრძელოს კარიერა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნები გურამ ქუთათელაძე არის საოცრად ძლიერი მებრძოლი უმაღლესი დონის მებრძოლია გურამ ქუთათელაძე აი რაც მაგან გვაჩვენა გამროთთან ისმაგულობთან ხერხზე რომ წააგო და მანამდე ბრძოლებს სანამ UFC-ში გადმოვიდოდა ხო რაც ვიცით მაგაზე მაქედან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ გურამ ქუთათელაძე ძალიან ბევრი ცოდნე ადამიანი მოიხსენიებდა უკვე UFC-ში რომ მოხდა მომავალ ტოპ 5-ის მებრძოლად რა და ყველაზე მეტად ალბათ ის შემიძლია ვთქვა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ვთქვა ამ შემთხვევაში ის არის რომ გული მწყდება ძალიან დასანანია რომ ჩვენ გურამის პოტენციალის ნახევარიც კი ვერ ვიხილეთ UFC-ში რა და უბრალოდ ელემენტარულად ფსიქოლოგიურ მომენტთან გვაქვს საქმე შეიძლება გაცვდა უბრალოდ ადამიანი კაიგე როგორი სიტუაციაა იცი აი მაგალითად ხოიცი ჩაყიდელი ხო იყო რა ყბა ქონდა რკინის ურტყამდნენ და ვერ ძნობდა არ ითიშებოდა მე ერთხელ გაითიშა და იმის მერე სულ ითიშებოდა ოდნავ მორტყმაზეც რა გაცვდა ორგანიზმი ადამიანის შეიძლება გურამის ორგანიზმიც ეგრეა გამიგე ამდენი ჩხუბისგან ამდენი რეაქციებისგან და ამდენი ბრძოლისგან უკვე თვითონ ორგანიზმი ტვინი ეუბნება ორგანიზმს რომ არა სულ აღარ გვინდა და აი ბლოკება რა რაღაცნაირად აი ხდება კავშირი არის ტვინსა და დანარჩენ სხეულს შორის ისეთი რომ აი ტვინი უბრალოდ აღარ გიშვებს რა და ბლოკავს და შეიძლება ეგეც არის გამიგე და თვითონ გურამისზეა ყველაფერი ჩემი აზრით დამოკიდებული თუ გურამს ენდომება მოინდომებს თუ ჩათვლის რომ შეუძლია ფსიქოლოგიურად მოვიდეს იმ კონდიციაში რომ გავიდეს და იბრძოლოს ეგ უკვე მაგაზია დამოკიდებული მხოლოდ მაგანიცის და თუ კი აღარ იბრძოლებს რა ვიცი სადაც წავა გურამ ქუთათელაძე ყველგან მინდა რომ აი ძალიან კარგად იყოს და მე ჯერა და ვიცი რომ გურამს ჯერ კიდე შეუძლია როგორც მებრძოლს კუდი გაიჩნიოს და როგორც პიროვნებას და როგორც მარშალ არტისტს როგორც განსწავლულ ადამიანს ამ საქმეში დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია სადაც იქნება რომელ დარბაზში იქნება და რომელ ქალაქში იქნება იქაურობისთვის ძალიან დიდის რა ახალგაზრდებისთვის და ასე შემდეგ კიდევ ერთხელ ვიზახ უბრალოდ დასანანია როცა ასეთი ტალანტი ვერ ამჟღავნებს იმის ნახევარსაც კი რაც რეალურად შეუძლია რა უბრალოდ დაფიქრდით 5 წელიწადში 5 ჯერ ჩხუბა UFC-ში ამას თავისი მიზეზი აქვს ალბათ რაღაცა ისეთი მოხდა მაგის ცხოვრებაში რაღაცეები დაეწყო ისე რომ ესეთი გაგრძელება მოყვა ამ ყველაფერს რა ეჭვი არ შეგეპაროთ არავის იმაში რომ გურამ ქუთათელაძე მსოფლიო დონის მებრძოლია თუ
თქვენს ჯით გურამ ქუთათელაძეს ბოლო ორი ბრძოლის მიხედვით მხოლოდ ხო UFC-ში რაც ნახეთ გადახედეთ მაგის მთელ კარიერას წინა ბრძოლებს UFC-ს გარეთ და თუნდაც პირველ ბრძოლას მაგისას UFC-ში პირველ ორს თუნდაც რა და თუ კიდე ფიქრობთ რომ გურამ ქუთათელაძე არ არის UFC-ს დონის მებრძოლი მაშინ უკვე მე და თქვენ სხვადასხვანაირად უყურებთ სპორტს და კიდე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა ყველას მოგიწოდებთ აბსოლუტურად შეიძლება ყველას მესიჯი არ წაიკითხოს ყველას შეიძლება ყველას და უმეტესობას არც უპასუხოს მაგრამ თავი შეიკავით უარყოფითი კომენტარებისგან უარყოფითი მესიჯებისგან და გავუგზავნეთ სიყვარული და სითბოთი სავსე და დატვირთული SMS-ები და მესიჯები ყველამ გურამს რა ეგ იქნება ახლა ყველაზე ჰუმანური ადამიანური და ყველაზე ქართული საქციელი რა და მინდა რომ ბარემ გამოვიყენო ეს დრო და მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა გურამს თავის ოჯახს და ყველა მართლა იმ ადამიანს მართლა ყველას ვისაც პატივისცემა აქვს რა და მინდა გადავცე ზუსტად ეს პატივისცემა და სიყვარული გურამს you are champ forever 3 2 1 0 and liftoff ესე იგი, ამითი ამაზე ალბათ ამოვწურავთ საუბარს, ისედაც რთულია, ისედაც ძალიან რა თქმა უნდა გურამზე და გურამის ოჯახზე მეტად ახლა ფიზიკურად შეუძლებელია ვინმეს დაწყდეს ამ ყველაფერზე გული, მაგრამ თავარია რომ კაცი კარგად არის, ჯანმრთელად არის და ეგ არის მთავარი ღმერთის წყალობით. დანარჩენი უკვე მომავალი გვაჩვენებს დანარჩენს. და მომავალს კიდე რაც შეეხება დიდი ბრძოლები გვაქვს კიდე წინ გიგა ბიძინა და ლევან ჩოხელი, აი აპრილ-მაისში ეს სამი ადამიანი იბრძვის თავისი კარიერის მომავლისთვის და ძალიან მაგარი ბრძოლები გველის. ანუ ეს კორნერი, ეს რა კორნერი ყავდა გურამს ჭრიაზე ხა. ეგეთი სუპერ კორნერი ვინმე ყავდა კიდე თუ გახსოვს რა. კიდე აი ზუსტად დღეს მკითხა ვიღაცამ და გავიცი პასუხი იქვე ლაივში. ესე იგი GSP-ს ყავდა ერთხელ არ მახსოვს BJ Penn-თან იყო თუ Matthews-თან რომელიღაცასთან ვინ ყავდა ნახე კუთხეში Greg Jackson, Phil Nursey და Faraz Sahabi. ეს სამი mastermind ყავდა კუთხეში ერთდროულად ტიპს. არა მე გულისხმობ მებრძოლების კორნერს. ეს სახელები შეიძლება ბევრისთვის ბევრს არნიშნავს დღესდღეობით, მაგრამ იმ დროს Sahabi, Jackson-ი და Phil Nursey იყვნენ პიკი თხნელობის და კუთხეებში და კუთხეში ვინც შეიძლება ყოლოდა რა. მაგრამ ეგეთი მაგარი fighters corner არავის არ ყოლია. Fighters corner. ხო, ნუ ძალიან სტაბილური იყო, რა თქმა უნდა, თოფურია ორივე ძმები და ხამზატიც რო გაეძრო. მაგას არ ველოდი რა, ხამზატიც რო გაეძრო, სამი ხოაზე ხარ ძალიან მაგარი. ანუ კოუჩი მართლა არ ყავდა? თუ კოუჩიც ყავდა? ეგ სამი იყვნენ, ხო? რა არის, იცი, გურამი მგონია, რომ დიდად კოუჩინგი არ ჭირდება, გაიგე? გურამი უბრალოდ ეხა ხო ამ ბლამძოლისთვის თუნდაც საერთოდ კოუჩის გარეშე რო ვარჯიშა ეს 1-2 თვე და თავარ აი პროსტა რო ფსიქოლოგიურად დახსნილიყო ამ ბრძოლაში და ის გურამი გამოსულიყო იმის ნახევარი მაინც რო გამოსულიყო რაც გამროთთან ისმაგულოთან გამოვიდა ხო დალეწავდა ამის მაგრამ ნუ ბებიას რო ის ქონოდა ბაბუა იქნებოდა ბაზარია ხა ეგ მესმის მაგრამ ბიჭო ბრენერს რა უქნა ვიცი რომ ეგ მარცხი იყო მაგრამ ბრენერს რომ მიადო რა ვიცი რა საღოლ რა ძალიან მაგრა აქედან დაიწყო ყველაფერი ზუსტად აი მაგ ბრძოლიდან დაიწყო გურამის აი ეს ჩემი აზრით დაღმასვლა რა ბრენერს წაუკიდა ცეცხლი რეები გაუტარა ბრენერს აი და უბრალოდ იმ მომენტში ისეთ ადგილას მოხვდა ისე
რო რავი რა, არა უშავს რა, გურა არა, აი მე მგონია რომ მაგ ბრძოლის წინ ჯერ გამროტის ნახე როგორ მოხდა, ჯერ გამროტის ბრძოლა ხომ მოიგო და უმარცხრელი გამროტი დაამარცხა, გამროტი ხარ ადონეს მოებრძოლია ყველამ ვიცით. მერე ძალიან დიდი პაუზა ქონდა, ბევრი რაღაცები ჩაეშალა, რატო დღემდე არ ვიცით რა მოხდა, როგორ მოხდა რაღაცეები. მერე ისმაგულოვი მისცეს ძალიან რთული მებრძოლი. ჩემი აზრით და ბევრის აზრით მოიგო ბრძოლა, ყველა გაუჩერეს იქ ბოლო რაუნდში ჩხუბი. გახსოვს ალბათ ჰერდინმა კიდე ერთი ძალიან შეცდომა დაუშვა მაგ ბრძოლაში. გურამს რა თქმა უნდა არ უწუწუნია ამაზე. მუხზე მგონი. შეიძლება მაგ ბრძოლის გურამისთვის მიცემა და ეგ მომენტი ეგ მუხლი ლეგალური იყო და არ უნდა გაეჩერებინათ. მე და შემდეგ ეგ იყო სადღაც 2 წლის დაშორებით სადღაც ეგ ორი ბრძოლა თითქმის რა და მე უკვე ბრენერთან უკვე სხვანაირი გამოვიდა გურამი. უკვე კი რა თქმა უნდა ცეცხლი დაანთო მაგ ბრძოლაში, მაგრამ უკვე აი რაღაცა ეტყობოდა რომ აი რაღაც თითქოს მაინც აი ვერ არ იყო ის მხეცი აღარ იყო რაც გამროთთან მახსოვს რა. და მაგიტომაც ვერ დააფინიშა გამროტი. მაგას კონცენტრირებული და ანთებული და გახსნილი გურამი ხო ბრენერს იმ მომენტში აღარ ააყენებდა რა, დამარხავდა. მაგრამ აი ზუსტად მაგ დროს, მაგ დღეში რო ყავდა ბრენერი და რო ვერ დააფინიშა, აი ზუსტად ეგ იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ რაღაცა ვერ იყო კარგად, რაღაცა ცვდებოდა, რაღაცაში მოვიკოჭლებდით უკვე და ალბათ მაგიდან დაიწყო ყველაფერი რა. მოკლედ თუ გურამი გადაწყვიტავს, მე ეჭვიან მეპარება, რომ შეუძლია დაბრუნება და კიდე გასროლა და გოლისკენ მიწევა და წინასვლა. ნახო, თავარია გურამმა არ იფიქროს ის, რომ ვიღაცის რაღაცა ვალი აქვს და დასამტკიცებელი აქვს და დასანახებელი აქვს ვიღაცაზე, არა, ჩემო ძმაო. ვისაც შენ უყვარხარ და შენი ჯერა, აწი რომ აღარ იჩხუბო, საერთოდ მაინც ეჯერება ყოველთვის შენი, თავარია შენ გინდოდეს, მთელი გულით. რომ ის გურამი თუ გაიღვიძებს, რომელიც 5 წლის წინ ვიხილეთ ჩვენ UFC-ში და მანამდე ბრეივში, აი გურამი თუ გაიღვიძებს და იგზნობ მაგ გურამის ხმას, აი აქ თავში, აი მაგ შემთხვევაში გელოდების მთელი გულით. თორე შენ ძმაო არაფერი არ გაქვს დასამტკიცებელი არავისთვის რა, ვისაც შენგან რამის დამტკიცება ჭირდება, ის იმას ვერავის ვერ დაუმტკიცებ ვერაფერს რა და აზრი არ აქვს ეგეთ ხალხზე რამის დამტკიცების ცდილობას და დანახების ცდილობას რა. ვინც აქამდე ვერ დაინახა ის სულ დაუნახავი იქნება რა. ეგრეა. ბიჭო, მოდი ახლა ესა სანამ ჩავახვევთ რა, 1-2 რაღაც საინტერესო ნიუზები ამოვიღოთ. მეც მაქვს ნიუსი ძალიან დიდი სხვათა შორის. მიდი აბა შენ. ესე იგი ივნისში გაიმართება Ring of Combat-ი Atlantic City-ში, სადაც main event-ი არის რომან ყურაშვილი, ჩემპიონი Ring of Combat-ის. ჩემი ძმა და მეგობარი ბექა, ასევე ჩემი კლიენტი, პირველი კლიენტი ბექა ლაშხია იბრძოლებს მაგ ქარდზე და ასევე ორი ბიჭი ჩემი დარბაზიდან, ზაკ ბლუმბერგი და ბენ გვარი აღარ მახსოვს, ძალიან ხშირად ადრე ვესპარინგებოდი ბენს ჩემ წონაშია, ძალიან კაი ბიჭია. Ben the Batman Affleck. Ben Affleck არა. და ესე იგი ებრძოლა ექნება Atlantic City-ში. ბილეთების გაყიდვა მალე დაიწყება და გვინდა რომ აი ძალიან ბევრი ხალხი შევაგროვოთ და ჩავიდეთ Atlantic City-ში პატარა არმიით რა. და ველოდები აქტიურობას, ვინც ამერიკაში იმყოფებით, ვინც ნიუ-იორკთან და Atlantic City-თან ახლოს იმყოფებით, ფილადელფიაში ხართ, ნიუ-იორკში ხართ, Atlantic City-ში ხართ, ცოტა ქვემოთ, ცოტა გვერდზე არა აქვს მნიშვნელობა, ყველამ დამიკავშირდით აუცილებლად უნდა დავირაზმოთ და ძალიან მაგარი ივენთი იქნება. Ring of Combat ეს არის ის ორგანიზაცია, საიდანაც ხალხი UFC-ში გადადის, მე რა ვიცი. და UFC-ის ჩემპიონები ხდებიან Ring of Combat-ი. და ასე რომ დავირაზმოთ და აუცილებლად ჯერ გვააკიდე დრო, მე კიდე ამაზე ბევრჯერ ვისაუბრებ, მაგრამ მოვემზადოთ უკვე ნელა, ეს იქნება ძალიან მაგარი შოუ, დიდი შოუ და ვისაც კიდე ზაკის შხუბი, ვისაც არ აქვს ნანახი, ქართველებს ძალიან მოგეწონება ზაკ ბლუმბერგის სტილი, 5 თუ 6 მოგება, ყველა პირველ რაუნდში, ყველა ნოკაუტით რა.
და ნუ ესე ბიჭო, ვინ მაგარი არჩია, შეუჩნდება. მაინტერესებს ეს და რო შეგაწყვეტი. ბექას თან ძლიერი მოწინააღმდეგე ყავს, საკმაოდ ძლიერი ეგ და უნდა უმარცხებელი მოჭიდავე და მმ. საინტერესო იქნება, სტილისტური კლეში იქნება. და ვინ აურჩია ეგ ოპონენტი? ნუ შემოგთავაზავ, ხო. მაგრამ რა ქვია, პრომოუტერმა მე და თემგან განვიხილეთ, ბექასთანაც დავილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, რომ შეგვიძლია მაგბიზის ჭიდაობის გაჩერება და დგომში ზიანის მიყენება და ძალიან მაგარია, ძალიან მაგარია. გილოცავთ. ივლისში ვნახავთ რა. ჯერ ახლა გილოცავთ, რომ დაინიშნა და მე კიდე მოგილოცავთ, რომ გავიმარჯვებთ. კი ბატონო. ჯიგარი. კი ბატონო. აი, მოდი ახლა მაშინ რა შეგვიძლია დავამთავროთ რა კიდე რა ხდებოდა, ანუ ამ დღეებში, ისაც ოლივერა და თოფურიას გაცვლები იყო, გრძელდება. გილგაობა. ხო ნახე, მაგრა უთხრა ძალიან. ისე იულო მაგრა უთხრა. დავიდა უკვე შპილგაობა. ხო გასოს თუ რა უთხრა, ძალიან მაგარი უთხრა. რაკი დააყენეო რა. ხო. მე ისიც ვნახე თოფურიას და პედი პიმბლეტის ესა მისალმება რა. ხო, აუ. ბიჭო, მაგაზე უნდა მეკითხა რა, რომი. ძალიან მადლობა რომ გამახსენე რა, ეგ უნდა მეკითხა რა, შენი აზრით რა. მე გამიკვირდა, არა, უბრალოდ ვერ მივხვდი რაღაცას რა. ანუ ყველა pay-per-views ceremonial way ისა face off-ები რო იწყება ხოლმე, ჯერ გამოდის ანუ წამყვანი, გინ ჯონანი კი იყოს, გინ ამ შემთხვევაში ბისპინგი და იძახის რომ მობძანდით ring girl-ები გამოდიან, ეს არის Dana White, ეს ყველა გამოდის რა სცენაზე, სანამ face off-ები იქნება და ამჟამად ილია თოფურიაც გამოაცხადეს და გამოიყვანეს და უკან იდგა იქ დეინასთან და ანუ ეგ რა პონტი იყო რა. ნუ ვარსკვლავია ორგანიზაციაში ერთ-ერთი ტოპ ვარსკვლავია ახლა და უბრალოდ PR-ის ამბავში გაიყვანეს რა. ეგ არაფერი ისეთი. თვითონ იმას რაც შეეხება. ვარსკვლავი ხამზატიც არის ხო? მომენტ. ხო, მაგრამ ხამზატ ჯერ კამარი არ მოუგია, კი, მაგრამ ანუ მე მგონია რომ არა მარტო ეგ ვარსკვლავი როა ბაზარი არ არის ხო, მაგრამ რა ილია ახლა ხო ყველაზე დიდი ვარსკვლავი არის ჩემი აზრით, მაგრამ მე მგონია რომ რაღაც ანუ მაგიდაზე იქით რაღაც დიდი დილები მიდის ხო? ხო და ზუსტად მაგიტომაც ჩემი აზრით ის ხელის ჩამორთმევა პედისთან რა. ზუსტად მაგისი ნაწილი იყო, იმიტომ რომ ეხა ილია არის მოლაპარაკებებში UFC-სთან და ისლამთან რა. და როდესაც ამხელა რაღაცა წყდება, ამხელა ბრძოლა წყდება და შენი ცხოვრება წყდება და კარიერა ამხელა ხო? იქ გეუბნებიან, გაიგე? როცა იციან რომ შენსა და პედის შორის ამხელა დაძაბულობა, იქ უეჭველი გეტყვის ვიღაცა matchmaker-ი, ან თვითონ დეინა იქ თუ არის რომ მოდი რა პრობლემები არ გვინდა. ვცდილობთ ეხა ეს დილი ხელი მოვაწეროთ, შეგახვედროთ შენ და ისლამი და მოდი რა იმის ექსცესების გარეშე რა. ეს არის ჩემი ვერსია და ილიაც ეხა არ არის ტიპი რომ დათანხმდა რომ აღარ ცემს ილო დათანხმდა რომ გარეთ არ ცემდა რა. ხო? არა, სერიოზულად მოეკიდე, კაცო, მოიცა. ჩემი აზრით ილიამაც რომ დაფიქრდა, მიხვდა რომ არ ღირს საფრთხეში ჩაგდება თავისი კარიერის ყველაზე დიდი ბრძოლის იმის გამო რომ პედის გაეკიდოს ისე, გამიგე? ხო და ამიტომაც აღარ იმასაკნა, აღარ დაძაბა რა სიტუაცია ჩემი აზრით რა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის რომ აი პრობლემები ექნება მებრძოლის, როდესაც თქვა დენა მოვა და გეტყვის, გამიგე რომ აი ეს მოდი არქნა ესეთ რაღაცა რა. ეხლა რა გთხოვენ რა ფაქტიურად რომ არქნა და მაინც რომ იზამ. შეიძლება მაგარი საყუდური კითხან, შეიძლება ვაფშე მოხსნან. სხვა სიტუაცია გაგიფუჭდეს და ის ჩხუბი მე პიარად მაინც გამოიყირონ თავიანთ სასიკეთოდ რა. და ამიტომაც ეგ იყო ჩემი აზრით მიზეზი რა, აიწყოდნენ რომ მოდი რა ილია არ გვინდა ექსცესების გარეშე შვიდა წყნარა და ნუ გაეკიდები ასე შემდეგ. იმას ჩხუბი აქვს, შენ ჩხუბის დანიშვნას ცდილობ ისა და let me intervene one sec. თუ ხელს არ თმევ მართლა ხო და ხელს არ თმევ და რაღაც ისე მაშინ მე ისე გადიხარ და კიდე უძახი მიჯით და ჯუჯა და გავთიშავ მაშინ რა პონდია. გიო, კაცი რომელიც ისეთ რაღაცას ამბობს ქვეყანაზე, ნაომარ ქვეყანაზე, რაც მაგან თქვა საქართველოზე რუსეთთან შემთხვევაში ხო? ესა კაია რომ დაბომბა რუსეთმა შტერები ყოფილა ესენი და რაღაც ეგრეთ რაღაცებს როცა ამბობს ადამიანი. რა გიკვირს? არა, მაგი არ გაუმეორებია, ეგეც ვახსენო და მაგას არასდროს აღარ არა, კი არ
კი არ გაუმეორებ, მაგრამ ეგეთ რაღაცას ვამბობ კაცი. ერთხელ მაინც რა. ეგეთი ადამიანისგან ორ პირობა გიკვირს და არაადეკვატური რაღაცები გიკვირს. მე არ მიკვირს. არა, მაგრამ შეიძლება უარესიც ყოფილიყო და კიდე მაგაზე მიეწვა, მაგრამ ხო ხედავ, ეგ არ ვეღარ იტყვის. ესეთ რაღაცას ვერ იტყვის. ეგ არის სხვა დონე, ეგ არის მოკლედ რომი, ძალიან ჯიგარი ხარ, შევახსენოთ კიდე ყველას, ჩვენ ვართ Fight Hop podcast-ი, პირველი ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი Spotify-ზე, Apple Podcast-ზე, YouTube-ზე გამოყვებით. თქვენთან ვართ ნოსტალ გიორგი სართანია და Romeo 50 ცენტერაძე in the gear. Era igual a Giro.